სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომლებიც ჩაწერილი იქნა 1990 წლის 1 აპრილს. ჩვენ გადავედით 39 ნაწილზე და აქ ახლა შემდეგი კითხვის დამსვენელი არ ამბობს თავის სახელს და გვარს და თავიდან აძლევს ჯონს პატარა კომპლიმენტს წინა კითხვასთან დაკავშირებით, შემდეგ აძლევს ესე ვთქვათ ერთგვარ რეკომენდაციას და ძალიან საინტერესო რეკომენდაციას და მერე სვავს კითხვას. და ამიტომ რომ დაბნევას არ კონდეს ადგილი, ერთი და იგივე პიროვნება აკეთებს ამას. ჩვენ არ ვიცით სახელი ვისია. სალამი ჯონ. ერთი რამ, რაც მახსოვს თქვენი ქადაგებიდან, ეს არის ის წინა კითხვასთან დაკავშირებით, რომ იყო მე მგონი ბერძენი ან რომაელი მწერალი, რომელიც დღეს ჩვენს ხელთ არსებული ღვინოების უმეტესობას ჩათვლიდა, რომ ამ ღვინოს დალევდნენ მხოლოდ ბარბაროსები. და ამათ ეძახდნენ ბარბაროსებს. თქვენ ახსენეთ ერთხელ. ხო მართალია? დიახ, ბარბაროსები. ხედავთ, თუნდაც მათ მიერ ეს მოხსენიებულია როგორც ბარბაროსობად. განუზავებელი ღვინოების დალევა. დიახ, სწორი ბრძანდებით. მე ვაპირებ ჩემი მძიმე თეოლოგიური შეკითხვა ცოტათი შემდეგისთვის შემოვინახო, მაგრამ დღეს რაც ამ აქვს ჩემს გონებაში და ეს საკმაოდ დიდი ხანია, მე აქ ვარ ამ ეკლესიაში. და მახსოვს, რომ ჩვენ ვეძახით Sundays და ინგლისურად Sunday არის მზის დღე. და როდესაც იესო კუდრეთით აღდგა, ჩვენ იგივე Sunday-д მოვიხსენიებთ ამას. რატომ დაუბრუნდით ჩვენ წარმართული ქალღმერთის სახელის გამოყენებას? ნახეთ, აღდგომასთან დაკავშირებით მას ეს შენიშვნა აქვს და ჯონ მაკარტური მოიწონებს. დიახ, ეს ძალიან კარგი შენიშვნაა, მადლობა ამისთვის. რატომ დავარქვით მას აღდგომის კვირას? დავარქვით მას აღდგომის კვირა, უკეთესი იქნება, ხო? და ვიზიარებ მე ამ წინადადებას და გთხოვთ, რომ ეს შეიტანოთ ბულეტინში. და რადგანაც ეს ახლა აპრილში მიდის, ეთყობა ახლოვდება უკვე აღდგომის კვირა. და აღდგომის კვირა დაიქნება მოხსენიებული. იცით, რომ ჩვენ ვიძლევით ხოლმე პატარა ესეთ სამკერდე ნიშნებს, რომლებზეც შეგიძლიათ თქვენ დაწეროთ, რომ აღდგა და ყველას აქვთ ხოლმე ეს დაკიდებული კვირის განმავლობაში, ასე რომ შეიძლება ჩვენ ამას უწოდოთ აღდგომის კვირა. ნამდვილად ეს აღდგომის კვირაა და მას მზის დედოფალთან და მზის დღესთან არანაირი კავშირი არ აქვს. კარგი შენიშვნაა და კარგი მიგნება, მადლობა ამისათვის. დიახ, ჯონ, ჩემი კითხვა მდგომარეობს შემდეგში. ეს არის 1 კორინთელთა ბოლო თავი. მე მინდა რომ უბრალოდ ამიხსნათ ბოლოში რას გულისხმობს პავლე, როდესაც ამბობს, შეაჩვენებს, ვისაც იესო ქრისტე არ უყვარს და ამბობს მარანათა. ვის მიმართავს იესო ამას? ვიცი რომ ეს რაღაც დისციპლინარული პასუხისმგებლობა კორინთელებისთვის, კორინთოს ეკლესიისათვის მთელი ეს წერილი და ბოლო 22 მუხლში მე წავიკითხავ ამას აქედან. ვისაც არ უყვარს უფალი იესო ქრისტე, შეჩვენებული იყოს მარანათა. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი იყოს თქვენთან, ჩემი სიყვარული ყველა თქვენთაგან ქრისტე იესოში, ამინ. გულისხმობ მე მესმის აზრი, მაგრამ ხედავთ, აინტერესებს ესე იგი ვის ესაუბრება? მე მაინტერესებს ჯონ, ვის ესაუბრება პავლე ამ მიმართვით? ქრისტიანებს აჩვენებს? შეჩვენება ქრისტიანებს ეკუთვნით? დიახ, კარგი კითხვა არის და როგორც აღნიშნეთ, ეს არის დისციპლინარული. დიახ, ის ესაუბრება ქრისტიანებს იმ აღიარებით, რომ კორინთოს კრებაზე, საკრებულოზე ყოველთვის იყო ის რეალობა, რომ ზოგიერთს შეიძლება საერთოდ არ ცოდნოდა თუ ვინ იყო იესო ქრისტე. ხედავთ? დიახ, გმადლობ ჯონ, მეც ესე მეგონა. და ბევრ ადგილზე შეხვდებით თქვენ ამას პავლეს წერილებში და ჩვენც როცა ამ ამბიონზე ავდივართ და ვიტყვით, რომ თქვენ ეკლესია ხართ, თქვენ ჩემი ეკლესია ხართ. და მე ვიტყოდი, თუ რომელიმე თქვენგანს არ უყვარს უფალი იესო ქრისტე, დაწყევლილი იქნებით. ასე რომ ის ესაუბრება ფართო აუდიტორიას.
აშკარად იყო ხალხი კორინთოს ეკლესიაშიც, თუ გადავხედავთ ხო მას, თელ ამ წერილს, რომლებთან ძალიან დიდი პრობლემები ჰქონდათ. ცხადია იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ვითომ ქრისტიანები იყვნენ, რომელიც რეალობას მოკლებული იყო. და მე განსაკუთრებით ვიხსენებ მე-10 თავს, სადაც მე-12 მუხლში ამბობს, ხო? ვინც ფიქრობს, რომ დგას, ყურადღება მიაქციოს თუ რა, რომ არ დაეცეს. ზოგიერთი მათგანი ძალიან ამორალურად იქცეოდა. ზოგიერთი მათგანი კერპთაყვანისმცემლობაშიც იყო შერეული. ასე რომ პავლე აფრთხილებს მას, უმჯობესია დარწმუნდეთ, რომ თქვენი გული სწორად არის მიმართული. და ის იყენებს ისრაელის ილუსტრაციას, როდესაც უდაბნოში განადგურდნენ ადამიანები, რომლებიც ვერ შევიდნენ აღთქმულ მიწაზე და ერთგვარ ანალოგიას ავლებს. ასე რომ ფიქრობ ასევე მე-12 თავში, მე-3 მუხლში ის მიუთითებს იმაზე, რომ ზოგიერთი ადამიანი სატანისტური გავლენის ქვეშ ლანძღავდა იესოს და შეურაცხყოფდა. და ის ამბობს, თუ არიან ესეთი ადამიანები, რომლებიც დგანან და აგინებენ იესოს, ეს ნამდვილად არ არის უფლის სულით. ასე რომ კორინთოს ეკლესიაში უნდა ყოფილიყო საშინელი გაურკვევლობა და დაბნეულობა. აშკარად ის ხალხი დაბნეული იყო სულიერი ნიჭების შესახებ, რომელიც აღრეული იყო წარმართულ ექსტაზებში და წარმართულ რიტუალებში. ასე რომ ძალიან სავარაუდოა, რასაც პავლე ამბობს, ბოლოს არის ის, მე არ მაინტერესებს რა გაქვს შენ არგუმენტად, ან როგორ გაიმართლებ თავს. თუ არ გიყვარს უფალი იესო ქრისტე, დაწყევლილი იქნები. შეჩვენება იგივე წყევლას ნიშნავს. და ფიქრობ, რომ ეს არის საუკეთესო გზა ამის გასაგებად. და ეს შეიძლება ეხებოდეს ნებისმიერ ეკლესიას, ნებისმიერ საკრებულოს. თქვენ ვარაუდობთ, რომ შეიძლება ამ საკრებულოში ჩვენთანაც ყველგან იყოს ისეთი ადამიანები, რომლებიც არ იცნობენ იესო ქრისტეს ისე, როგორც საჭიროა. და ეს არის გარკვეული გაფრთხილება, და ის აქ აფრთხილებს ქრისტიანებს, რომ დაწყევლილი იყოს ის, და ბოლოში სიტყვა მარანათა გულისხმობს იმას, რომ ღმერთი იესო მოვიდეს მეორეჯერ, დაბრუნდეს. ეს მარანათა იესოს მოსვლაზე მიუთითებს. ასე რომ ის ამბობს, უმჯობესია შეიყვარო იესო, რადგან უფლის დაბრუნება გარდაუვალი განკითხვა იქნება შენთვის. გასაგებია? დიახ, მადლობ ჯოლ, რა თქმა უნდა, გასაგებია. მადლობა.